გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ჩავატარეთ მრავალფეროვანი აქტივობა ქალდაცვა თავდაცვა. მონაწილეებს გავაცანით ფსიქოემოციური, ციფრული და სიტუაციური უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ცოდნა. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისას მნიშვნელოვანია გოგონებისა და ქალების ფიზიკური თავდაცვის უნარების გაუმჯობესება. ამისთვის სწავლობთ სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების ყველაზე ეფექტურ მეთოდებს, რომლებიც უნდა ვიცოდეთ ფიზიკურ საფრთხესთან გამკლავებისას. როდესაც ვიცავ თავს უკვე აგრესორისგან, ვინც უკვე აქტიურად გამოხატავს აგრესიას და მეორე შემთხვევა არის, როდესაც უბრალოდ გვავიწოვებენ. ეს ვარჯიშები მოიცავს ხელის გაშვების ილეთებს, უსაფრთხო დაცემის ტექნიკებს, წაქცეულზე მოგერიებას, შებოჯვიდან გათავისუფლებას და ხელსარსებული ნივთებისა და ხმის, როგორც თავდაცვის იარაღების გამოყენებას. არ მინდა ბრძოლა, მაგრამ თავს დავიცავ. აღსანიშნავია, რომ ქალთა გარკვეული ჯგუფები, მათ შორის დევნილები და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები, უფრო მეტად განან ძალადობის რისკის ქვეშ. ამიტომ ამ კუთხითაც გვჭირდება ცნობიერების ამაღლება. ძალადობის რისკებისა და ზიანის შემცირებასთან ერთად ეს ყველაფერი ქალებს გვეხმარება როგორც ფიზიკურ, ასე ფსიქოემოციურ გაძლიერებაში.